10,000-ობით უკრაინელი ბავშვის სისტემატური და უკანონო დეპორტაციის საქმეზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ რუსეთის მოქალაქეობის მქონე 16 მაღალჩინოსნისა და კრემლთან დაკავშირებული 7 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. ევროპული ქვეყნების დიპლომატების განცხადებით, ყველა მათგანი პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები არასრულწლოვნების არა მხოლოდ გატაცებაში, არამედ იძულებითი რუსიფიკაციის გზით, მათი იდეოლოგიური ხედვების მიზანმიმართულ შეცვლასა და მათ ძალისმიერ სამხედრო სწავლებაში, რაც საერთაშორისო სამართლისა და ბავშვთა უფლებების ძირეულ დარღვევას წარმოადგენს. სანქციები ითვალისწინებს სამიზნე იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ფინანსური აქტივების გაყინვას, ხოლო რუსი მაღალჩინოსნების შემთხვევაში შესაძლოა ვრცელდება ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევაზე, ან მისი გავლით მესამე ქვეყანაში გადასვლაზე. კიევის პოზიციაა, რომ მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა შესაბამისმა პირებმა სამართლებრივად აგონ პასუხი. გატაცებული ბავშვები კი ოჯახებს სწრაფად დაუბრუნდნენ. მნიშვნელოვანია საერთო მიზანმა გაგვაერთიანოს. ბავშვთა გატაცების გამოძიება, მათი შინ დაბრუნება და ოჯახურ წრეში ნორმალური ცხოვრების აღდგენა. ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული. თითოეული შემთხვევა არის ნამდვილი ოჯახისა და ნამდვილი ბავშვის ისტორია. ამ ბავშვების გადარჩენით ჩვენ შანსს ვაძლევთ არა მხოლოდ მათ, არამედ ჩვენს ქვეყნებს, რათა ჩვენი ცხოვრების განსაზღვრელი ღირებულებები არ გაცამტვერდეს. ეს აჩენს საფუძვლიან კითხვას, როგორ გამოვიდა, რომ ათასობით ბავშვის გამტაცებელი რუსები მალავენ მათ, წყვეტენ ოჯახებს, შემდეგ კი ასწავლიან იმ ქვეყნის ზიზღს, საიდანაც გაიტაცეს. როდესაც ქვეყანა ასეთ ბოროტ ძალად გადაიქცევა, რომლისთვისაც ბავშვთა ცხოვრების დანგრევაც არ წარმოადგენს წინაღობას, ეს არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სადმე შორს არსებული რეგიონული პრობლემა. თუ კი ქვეყანა მსგავს დანაშაულებს ჩადის, ეს ნიშნავს, რომ ის სხვა დანაშაულებზეც არის წამსვლელი. სწორედ ეს პრობლემა საჭიროებს გლობალურ პასუხს. ფაქტობრივად ყოველდღიურად ვხედავთ შედეგებს. ბავშვები შინ ბრუნდებიან, თუმცა დასაბრუნებელი კიდევ ბევრია. კაფეოდ უნდა დავადოკუმენტიროთ ბავშვების ადგილსამყოფელი, გამოვიკვლიოთ გატაცებისა და ამ დანაშაულის დაფარვის სრული ჯაჭვი. დავაბრუნოთ ბავშვები და დავეხმაროთ მათ, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი. თუმცა ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგები. ევროკავშირი ოფიციალურად შეუერთდა სპეციალურ ტრიბუნალს, რომლის მიზანი ომის დანაშაულების გამოძიებაა. რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება მის მიერ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულია. ბავშვთა გატაცება ეს არის რუსეთის დაგეგმილი თავდასხმა უკრაინის მომავალზე. ამჟამად უკრაინამ შეძლო რუსეთის ტერიტორიაზე 20,500-ზე მეტი ბავშვის უკანონო დეპორტაციის შემთხვევის დადასტურება, თუმცა ექსპერტების აზრით ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. მესამე ქვეყნების შუამავლობით კიევმა მხოლოდ მათი მცირე ნაწილის სამშობლოში დაბრუნება შეძლო. რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება გაერომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა. გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ რუსული ხელისუფლების მიერ ბავშვების გატაცების და უკრაინიდან რუსეთში იძულებით გადაყვანის პროცესში ჩართული იყო ვლადიმერ პუტინი, რის გამოც ჰააგას მისი დაკავების ორდერი აქვს გაცემული. გაეროს გამოძიების ფარგლებში კომისიამ 1205 ბავშვის გაყვანისა და გატაცების შემთხვევა დაადასტურა, რომელთა 80% 4 წლის შემდეგაც კი არ დაბრუნებულა სამშობლოში.